დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტორენაზე თარგმნით. როგორც ყოველთვის ჩვენ დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ და კიდევ ერთხელ გახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ღირებულია თითოეული ადამიანი ნებისმიერ საზოგადოებაში. და როდესაც ვსაუბრობთ სწორედ ამ ჭრილში ადამიანის ღირებულებაზე, ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ, რომ საუბარი, ინფორმაცია არა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებას ემსახურება, არამედ ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. დღევანდელი ჩემი სიახლე სწორედ ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება ერთი მარტივი მიზეზის გამო. ტკივილი აუარესებს ცხოვრების ხარისხს, ყველა ის საშუალება, რომელიც ტკივილის მართვაში გახმარება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის არის მიზანშეწონილი. სიახლე, რომელიც ახლა უნდა გაგიზიაროთ, არის უზარმაზარი ეტაპი მედიცინისათვის და ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მსგავსი რამ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე არ მომხდარა. და სწორედ ამ თემას უკავშირდება ის მედიკამენტი, ამ პრობლემის მართვას უკავშირდება, წვავე ტკივილის მართვას უკავშირდება ის მედიკამენტი, რომელიც ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ დაამტკიცა. დიახ, ახალი მედიკამენტი და ტკივილის მართვის ახალი საშუალება გახლავთ არაოპიოიდური ჯგუფიდან. ეს არის სწორედაც რომ ახალი ეტაპი, როდესაც წვავე ტკივილის მართვისთვის უნდა გამოვიყენოთ არაოპიოიდური პრეპარატი, რომელიც პრაქტიკულად შეცვლის ადამიანების ცხოვრების ხარისხს, შეცვლის დამოკიდებულების განვითარების რისკს და შეცვლის საერთო სიტუაციას, რომელიც სტატისტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია. რა მაქვს მხედველობაში? მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 80 მილიონი ადამიანი ტკივილის გამო იწყებს მკურნალობას. აქედან 40 მილიონი ოპიოიდურ საშუალებებს იყენებს. იმისთვის, რომ უკეთესი ხარისხით იცხოვროს. და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩნდება არაოპიოიდური საშუალება, რომელიც არ იწვევს დამოკიდებულებას, ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის, არამედ საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის, რომლის ცხოვრების ხარისხი ყოველდღიურად ზარალდება ქრონიკული ტკივილის გამო და არანაკლებ ზარალდება მწვავე ტკივილის გამო, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული მაგალითად ტრავმით, სხვადასხვა ტიპის ჭრილობით ან ანალოგიური დაზიანებებით. ტკივილი ყოველთვის არის განგაშის ნიშანი, ტკივილი არის სიგნალი, რომლითაც ორგანიზმი ჩვენთან ცდილობს შეტყობინების გამოგზავნას, იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც პრობლემა აქვს. ჩვენ ამაზე დიდი ხანია შევთანხმდით და ტკივილის მართვასთან დაკავშირებითაც არაერთხელ გვისაუბრია. მაგრამ დღევანდელი ჩვენი საუბარი არის განსხვავებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ცდილობთ აი ამ საუბრების ციკლიდან საზოგადოებას გარკვეულწილად შევუმსუბუქოთ ტკივილი იმ საშუალებებზე საუბრით, იმ მეთოდებზე საუბრით, რომელსაც ფლობს თანამედროვე მედიცინა. მეთოდები იხვეწება, მეთოდები მრავლდება, მაგრამ ადამიანის ტკივილის მართვისთვის კვალიფიციური მიდგომა რჩება ყველაზე მთავარ გასაღებად ამ პრობლემის ამოსახსნელად და ამ ჯადოსნური კარის გასაღებად. და როდესაც ჩვენ საუბრობთ პროფესიულ მიდგომას, მტკიცებულებით გამყარებულ მიდგომას, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალების გამოცდილება და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ტკივილის მართვის სპეციალისტი, რომელიც გახლავთ ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი ბატონი ნიკოლოზ რთველიაშვილი. დილამშვიდობისა ბატონი ნიკა. როდესაც ტკივილზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩივილი, რომელიც ადამიანს მიიყვანს ექიმთან. მაგრამ ამავე დროს ეს არის მდგომარეობა, რომელიც ყველაზე მეტად უქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, განსაკუთრებით ეს ტკივილი გახანგრძლივებული, როდესაც არის. ამავე დროს გასათვალისწინებელია ის, რომ ჩვენი გადაცემის ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ხშირად უბრუნდებით ამ თემას, იმიტომ რომ სხვადასხვა დაავადებაზე გვიწევს საუბარი, სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა მოცემულობის გათვალისწინება გვიწევს, მაგრამ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დღეს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთი მხრივ ადამიანებს რა არის ტკივილი და მეორე მხრივ რატომ არის მნიშვნელოვანი ვიპოვოთ ტკივილის წყარო და არა პირდაპირ დავიწყოთ ტკივილის მართვა. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის.
ტკივილი ეს არის ყველაზე ძველი იმპულსი, რომელიც ცოცხალი ორგანიზმის გადარჩენისკენ არის მოწოდებული და ის მიუთითებს იმისკენ, რომ ადამიანმა ზოგადად ორგანიზმმა აიცილოს გამღიზიანებელი, თუმცა ქრონიკული ტკივილი სოციალური არსებებისთვის, განსაკუთრებით ადამიანისთვის არის სერიოზული პრობლემა. შესწავლილია ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის მიერ და დადგენილია, რომ მსოფლიოში ნომერ პირველი შრომის უნარობის მიზეზი, ნომერ პირველი სამსახურის გაცდენის მიზეზი არის ტკივილი, ქრონიკული ტკივილი. მწვავე ტკივილისგან განსხვავებით, ქრონიკული ტკივილი იწვევს ყურადღების დაფანტვას, დეპრესიას, დესოციალიზაციას ადამიანის, შესაბამისად შრომის უნარის დაქვეითებას და საერთო ჯამში სიცოცხლის ხარისხის დაქვეითებას. დღესდღეობით ეს ყველა სხვადასხვა დაავადებისგან გამოწვეული ტკივილის მართვა კონცენტრირდა ერთ სპეციალობაში. ეს არის ტკივილის მართვის სპეციალობა, ალგოლოგია, ჯერ ასეთ ჩამოსაყალიბებელი არის ეს ტერმინი, ასე ვთქვათ, ამ ტკივილთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ტკივილის მართვა არ არის ერთი ადამიანის ბენდი, არ არის ერთი სპეციალობა, ეს არის მულტიდისციპლინური, იმიტომ რომ ტკივილი ძალიან იშვიათად არის, ქრონიკული ტკივილი ძალიან იშვიათად არის მხოლოდ ერთი გამომწვევისგან გამოწვეული. მას აქვს ძირითადი დაავადება, რომელიც ამ ტკივილს იწვევს, აქვს სხვადასხვა თამლები ფაქტორები, რომლებიც ამ ტკივილის პოტენციალს უკეთებს, აძლიერებს. შესაბამისად, ერთი ადამიანი და ერთი ადამიანის ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ტკივილი სრულფასოვნად იმართოს, მას სჭირდება მულტიდისციპლინური გუნდი. როდესაც თქვენ საუბრობთ ბევრი სპეციალობის ჩართულობაზე და ბევრი სპეციალისტის ჩართულობაზე, პირველ რიგში ჩვენ ხაზგასმით იმას ვამბობთ, რომ ტკივილი მართალია შეგრძნება ადამიანისთვის და ხარისხობრივად განსხვავებულია ადამიანის მგრძნობელობიდან გამომდინარე, მაგრამ მეორე მხრივ ტკივილი შეიძლება იყოს სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებული ან ერთდროულად დაკავშირებული, თქვათ, რამდენიმე პრობლემასთან. ასეთი რამაც ხდება ჩვენს ორგანიზმში. მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს ყველაზე ხშირი მიმართვის შემთხვევები, ანუ ყველაზე გავრცელებული ტკივილები და როგორც კვლევა ადასტურებს, ეს მთელს მსოფლიოში საერთო სურათს ქმნის. ეს შეიძლება იყოს მაგალითად თავის ტკივილი, მაგალითად წელის ტკივილი, ზოგადად ხერხემალთან დაკავშირებული ტკივილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მაყურებელი ელოდება, რომ სწორედ ამ თემით დავიწყებთ მსჯელობას, იმიტომ რომ თუ ტკივილის მართვაზეა ლაპარაკი და თანამედროვე მართვაზეა, მაშინ რა სჭირდება ისეთი მართვა თუ არა თავის ტკივილს, კისრის ტკივილს, წელის ტკივილს. მაგრამ თანამედროვე მსოფლიო ეს არის მსოფლიო, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ონკოლოგიურ პაციენტს გულისხმობს. დიახ, გულსიძახვის დაავადებებთან ერთად ჩვენ როგორც წესი ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებზე, როდესაც საუბრობთ ონკოლოგიურ დიაგნოზებზე. მრავალფეროვნება ონკოლოგიური დიაგნოზის განაპირობებს ტკივილის მრავალფეროვნებასაც, დაავადების დასაწყისში, მიმდინარეობისას, მკურნალობისას, ტერმინალურ ფაზაში და ასე შემდეგ. ამიტომ ონკოლოგიური ტკივილის მართვა იქცა თუ არა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, იგივე ხერხემლის პრობლემებთან ერთად. კეთილი მოგახსენებთ, ონკოლოგიური პათოლოგიები ძალიან ხშირი არის. ეს ჯგუფი პაციენტების ძალიან მოწყვლადია ტკივილთან მიმართებაში. გარდა იმისა, რომ მათ შეიძლება დაემართოთ ტკივილი ონკოლოგიურ პათოლოგიასთან დაკავშირებული ტკივილი ჰქონდეთ, მათ შეიძლება ჰქონდეთ ჩვეულებრივი ტკივილი, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, იგივე ხერხემლის, იგივე თავის ტკივილი და ასე შემდეგ. ანუ ისინი ორჯერ უფრო მეტად პირობითად ვთქვათ, ორჯერ უფრო მეტად ზარალდებიან ამ ტკივილით და ეს ჯგუფი განსაკუთრებით საყურადღებოა იქიდან გამომდინარე, რომ რამდენი ხანიც არ უნდა ქონდეს ადამიანს დარჩენილი სიცოცხლის, მას აქვს უფლება, ეს არის კონცეფცია, საბაზისო კონცეფცია, მას აქვს უფლება, რომ იცხოვროს ტკივილის გარეშე. მან უნდა იცოდეს სრული ინფორმაცია თავისი დაავადების შესახებ, ტკივილის შესახებ, უნდა ფლობდეს ინფორმაციას ტკივილის მართვის მეთოდების შესახებ და მას აქვს უფლება, რომ ტკივილის გარეშე იცხოვროს. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ ვაქცევთ, რა თქმა უნდა, ონკოლოგიურ ტკივილს. საქართველოში არსებობს ონკოლოგიური ტკივილის მართვის გაიდლაინი, ეროვნული გაიდლაინი, რომელთაც ხელმძღვანელობენ ონკოლოგები საკმაოდ წარმატებულად, მაგრამ არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც მიუხედავად დიდი რაოდენობით
გამაყუჩებელი მიღებისა მიუხედავად ონკოლოგიური და ქიმიოთერაპიული და სხეულთერაპიული მეთოდების სრულად გამოყენებისა რჩება ხოლმე ტკივილი მაინც რომელიც ხარისხიან ცხოვრებასთან შეუთავსებელია განსაკუთრებით ნეიროპათიური ტკივილები არის რომელიც ხანდახან ხშირად ონკოლოგიურ მკურნალობასთან ასოცირებული არის აი ასეთი პაციენტები უკვე საჭიროებენ ჩვენს ასე ვთქვათ კოლაბორაციას ონკოლოგებთან ერთად და ერთობლივად მართვას ჩვენ ძირითადად ორიენტირდებით ტკივილის მართვის მცირე ინვაზიურ ინტერვენციულ ანუ ეგრეთ წოდებული ბლოკადები და აი ამაზე მინდოდა სწორედ კითხვა დამესვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია როდესაც ჩვენ საუბრობთ თანამშრომლობაზე და დღევანდელი სამყარო დღევანდელი სამედიცინო პრობლემები და სამედიცინო საზოგადოების გამოცდილება ადასტურებს რომ გუნდურად საკითხის მოგვარება ბევრად უფრო ეფექტიანია და უფრო წარმატებულია. განსაკუთრებით როდესაც ონკოლოგიურ პათოლოგიაზე ვსაუბრობთ, ტკივილის მართვისთვის თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მედიკამენტური რესურსის შესახებ, საუბრობთ სამკურნალო საშუალებების რესურსის შესახებ, ტკივილის მართვის არსენალი რას გულისხმობს? აი თქვენ რომ ბრძანეთ ინვაზია, ანუ ჩარევა, რომელიც შეიძლება იყოს მინიმალური, მაგრამ ძალიან შედეგიანი. როგორი ტიპის ჩარევები შეიძლება იყოს გამოყენებული იგივე ონკოლოგიური პრობლემების მართვისთვის? ონკოლოგიური პათოლოგიის მიერ გამოწვეული ტკივილის მართვისთვის, მას შემდეგ რაც გამოყენებული იქნება მაქსიმალური რესურსი, ასე ვთქვათ, მედიკამენტური მკურნალობის, ხო, ჩვენ ვერევით ტკივილში მონაწილე ნერვების ბლოკადით ან ბლოკადა გულისხმობს ნერვის არეში ლოკალური ანესთეტიკის და სხვადასხვა ადიუანტების შეყვანას, რომელიც ამ ნეიროპათიურ ტკივილის შემცირებას ან გაქრობას იწვევს და ყველაზე რთულ შემთხვევაში შეიძლება ამ ნერვის ეგრეთ წოდებული ტრანსციზია, ანუ სრული გადაჭრა. გადავკვეთოთ უბრალოდ. რადიოსიხშირული აბლაცია ქვია მაგას, ანუ რადიოსიხშირული მეთოდით ამ ნერვის გადაჭრა შესაბამისად ის ტკივილის აფერენტაცია, ტკივილის იმპულსი, რომელიც მოდის დასიანების ადგილიდან, ტვინამდე არ მიაღწევს და შესაბამისად ტკივილს არ აღიქოს. ეს საუბარი არის ონკოლოგიურ პათოლოგიაზე და საუბარი არის ისეთ ტკივილზე, რომელიც მავნებელია. ანუ რეალურად დამაზიანებელია ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობისთვის და ცხოვრების ხარისხისთვის და რაც თავარია რეალურად ასეთი მდგომარეობა როგორც წესი მუდმივი განცდა ტკივილისა აფერხებს მკურნალობასაც, რეაბილიტაციასაც და ნებისმიერ პროგრესს, რომელიც შეიძლება ამ დროს ჰქონდეს. მან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ონკოლოგიური პათოლოგიების დროს იყენებენ დიდი დოზებით ნარკოტიკულ გამაღულჩებელს, ხო? ტკივილს სრულად შეიძლება აქროვდეს, შეიძლება არ აქროვდეს, მაგრამ ამ დროს პაციენტები არიან სედაციაში, ანუ გაბრუებულები, ასე ვთქვათ რა და მათ სოციალიზაცია არ აქვთ, ანუ სოციალური არაქტიურები ქვეითდება და აი ეს მეთოდი უზრუნველყოფს имас, რომ ეს შემცირდეს დოზა ნარკოტიკების და შესაბამისად ადამიანი უფრო სოციალური იყოს, კომუნიკაბელური იყოს. არის ისეთი სიტუაციები, როდესაც ონკოლოგიური პათოლოგია მორჩენილია, მაგრამ ტკივილი მაინც არის. აქაც განსაკუთრებულად აქტიურია, იმიტომ რომ პაციენტმა იცის რომ მას მოურჩა ონკოლოგიური პათოლოგია აღარ აქვს. მაგრამ ტკივილი ტანჯავს და იძახის რომ ნეტა ცუდი გამოთქმა, მაგრამ ნეტა მომკვდარი ყავი და ეს ტკივილი არ მქონდა. აი აქ განსაკუთრებული მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ტკივილის მოხსნა არის მათთვის მეორე დაბადებასავით. იმიტომ რომ დავადება დამარცხებულია და ეს შეგრძნებები თუ დაძლეული იქნება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. თქვენ ახსენეთ სიხშირეები, რადიოსიხშირე, ანუ ეგრეთ წოდებული რადიოტალღებით ზემოქმედება იმისთვის, რომ ტკივილი გაყუჩდეს. ონკოლოგიურ პრობლემებთან ერთად ჩვენ წეღან ვახსენეთ ლიდერი ჩივილების მხრივ, ტკივილების მხრივ, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები, იგივე თავის ტკივილი, წელის ტკივილი და ასე შემდეგ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში გამოიყენება ასეთი მიდგომა ტკივილის გასაყუჩებლად? დიახ, რა თქმა უნდა. ამ მეთოდს აქვს ორი ძირითადი, ასე ვთქვათ, რეჟიმი. ერთი არის აბლაციის რეჟიმი, როდესაც ნერვის სრულ დაზიანებას, განივდაზიანებას ვიწვევთ და აფერენტაცია არ მიდის და მეორე ყველაზე საყურადღებო რაც არის ნეირომოდულაციის რეჟიმი არის. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მარტივად ვთქვათ, ნერვი თბება
42 გრადუსამდე. ანუ ტემპერატურას ვიყენებთ, ტემპერატურას და მისი ელექტრული გარსი ნერვი არის როგორც ელექტრული გამტარი, ხო? და მისი ელექტრული გარსი გადაიტვირთება. ქრონიკული ტკივილისთვის არის დამახასიათებელი ესეთი თვისება. როდესაც იმპულსი ტარდება ქრონიკულად უწყვეტად, ხო? ესეთი შედარებას აკეთებენ ხოლმე ბუზის ხელა დასაწყისში იმპულსი თვინამდე მიდის როგორც აქლემის ხელა. ანუ გზადაგზა იზრდება. გზადაგზა იზრდება და შესაბამისად ამ მეთოდით ნეირომოდულაციის მეთოდით ნერვის ელექტრული გარსი გადაიტვირთება და რესტარტდება დიახ და ის იმპულსი ზუსტად იმ დონეზე იმ ზომის აღწევს თვინამდე რაც უნდა მივიდეს. მაგასთან ერთად იქ არის ძალიან დიდი კვლევები მაგ საკითხზე, რომ ხდება ანთებითი მედიატორების დაქვეითება, ხდება თვითონ ანთებითი პროცესების შეფერხება და შეჩერება ხშირ შემთხვევაში და ნეირომოდულაცია აი 80% და მეტით ახერხებს ტკივილის კუპირებას განსაკუთრებით შაკიკის დროს მაგალითად განსაკუთრებით ხერხემლიდან გამოწვეული ტკივილების შემთხვევაში. ეს დამატებითი ასე ვთქვათ ფუნქცია არის ამ მეთოდის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნიკა იმისთვის რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენეთ რამდენად მნიშვნელოვანია ტკივილის მართვა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანს გავახსენოთ საკუთარი უფლება და ჩვენს გავახსენოთ ადამიანების უფლება იცხოვრონ ტკივილის გარეშე და რომ ამისთვის ერთი მეთოდი კი არ არის, არამედ ბევრი მეთოდია და ექიმი სწორედ ამ მეთოდების ურთიერთშეხამებას ცდილობს ან დიაგნოზთან შეხამებას ცდილობს იმისთვის რომ უკეთესი შედეგი მიიღოს და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს ადამიანების შემთხვევაში. მაყურებელს შევახსენებ დღეს ჩვენ შემთხვევით არ ვსაუბრობდით ტკივილის მართვაზე. ჩვენ შევთანხმდით რომ ყოველთვის, როდესაც ქრონიკულ დაავადებაზეა საუბარი, ჩვენ ლაპარაკობთ დიაგნოზთან თანაცხოვრებაზე. თანაცხოვრება კი ნიშნავს იმას, რომ თავად დაავადების განვითარების ფაზები ჩვენ ცხოვრებას ცვლის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი, რომელიც შეიძლება ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას ემსახურებოდეს და უწყობდეს ხელს, ეს გახლავთ ტკივილი. ტკივილის მართვა არის ადამიანის უფლება და უტკივილო ცხოვრება არის ადამიანის უფლება. ამიტომ ექიმები მონაწილეობთ ამაში. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ სწორედ ამ კატეგორიის ექიმთა ოჯახიდან, რომელიც ემსახურება ტკივილის მართვას და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ტკივილის მართვის სპეციალისტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი ბატონი ნიკოლოზ რთველიაშვილი. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გელოდებათ. რომ კვებას აქვს კავშირი ტკივილთან, რომ კვება შეიძლება გახდეს ტკივილის მიზეზი და რომ ტკივილის მართვა შესაძლებელია უკეთ მოვახერხოთ სწორად შერჩეული საკვები პროდუქტებით. როდის შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს კვებამ? ბევრი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, მე ერთ-ერთს მოვიყვან უსიამოვნო შეგრძნება ტკივილი, მაშინ როდესაც გადაჭარბებული არის ჩვენი კვება, როდესაც დიდი რაოდენობით საკვები მოვიხმარეთ, როდესაც სწორედ კვების პროცესში პირველად გამჟღავნდა რომელიმე დაავადება, მაგალითად პირის ღრუსთან დაკავშირებული ტკივილი, მაგალითად საყლაპავის მიდამოში ტკივილი, მაგალითად კუჭის ან ნაწლავის რომელიმე სეგმენტში ტკივილი, რომელიც კვებას ახლავს თან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანგაშო ნიშნები, როდესაც ჩვენ დროს არ ვკარგავთ და აუცილებლად მივმართავთ ექიმს. შესაძლოა კვების შემდეგ განვითარებული, კვების პროცესში განვითარებული ტკივილი, ისევე როგორც მშიერზე ტკივილი იყოს, ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან გასამიჯნი, ან როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კონკრეტული ნივთიერების გამოყენების შემთხვევაში ტკივილი, ან კონკრეტულ მდგომარეობაში საკვების მიღების ტკივილი. ეს ყველაფერი საგულისხმოა და მაშინ, როდესაც ჩვენ თუნდაც მაგალითად კუჭნატლავის ტრაქტის კონკრეტულ დაავადებაზე ვსაუბრობთ, ან კუჭნატლავის ტრაქტის ფუნქციის შეცვლაზე ვსაუბრობთ, ძალიან კარგად გვახსოვს, რატომ შეიძლება სწორედ კვების პროცესი აღმოჩნდეს იმის მანიშნებელი, სად რა პრობლემა გვაქვს ორგანიზმში. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ კვებაზე, როგორც ტკივილის მართვის ინსტრუმენტზე, აუცილებლად უნდა გაგახსენოთ, რომ
ტკივილს სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ საერთო არის როგორც წესი მექანიზმი, რომელიც ამ დროს მოდის მოქმედებაში. ეს გახლავთ ანთება. ამიტომ საკვები პროდუქტები, რომელიც თავისთავად არ არის უნივერსალური თავის ტკივილისთვის, კუჭის ტკივილისთვის, ფეხის ტკივილისთვის, არის საერთო ტენდენციის მატარებელი, თუ იქნება ანთების საწინააღმდეგო. ანთება არის საერთო პროცესი, რომელიც საფუძვლად უდევს გუსის ზარდთა დაავადებებს, საფუძვლად უდევს ონკოლოგიურ პრობლემებს, დაბერებასაც კი. აღარაფერს ვამბობ ტკივილის გამომწვევ სხვადასხვა დაავადებაზე, როდესაც საფუძველი სწორედ ანთება. ამიტომ ანთების საწინააღმდეგო საკვები პროდუქტების, ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე კვების მოდელის შერჩევა არის სწორედ ტკივილის მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რომელი პროდუქტებია? მე გაგახსენებთ იმ შკალას, რომელიც არაერთხელ გამოგვიყენებია ჩვენს გადაცემაში და მე გაგახსენებთ ეგრეთ წოდებული ჰარვარდის რეკომენდაციით განსაზღვრულ სიას, რომელშიც ლიდერობს მაგალითად პომიდორი, რომელშიც აუცილებლად არის გათვალისწინებული მწვანე ფოთლოვანი მცენარეები, ციტრუსები, სხვადასხვა სახის თხილეული, აუცილებლად არის მაგალითად ცხიმიანი თევზი და ასე შემდეგ. ეს არის პროდუქტები, რომელზედაც ყოველდღიურად საუბრობთ და ამ პროდუქტებს სხვა თვისებებთან ერთად აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ამიტომ ამ პროდუქტების ჩართვა ყოველდღიურ რაციონში, მათი გონივრული ურთიერთშეხამება ტკივილის უკეთ მართვის შესაძლებლობას გვაძლევს. ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.